სამყაროში ესეთი დინამიური ენერგიები, სატურნის ცვლილება, ნეპტუნის ცვლილება ძალიან ბევრ რაღაცებს აჩქარებს და აქტიურებს და განსაკუთრებით ესეთი კარმული სიტუაციებიც უფრო აქტიური ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. 1 დეკემბერს მექნება ძალიან საინტერესო ლექცია, ონლაინ ლექცია, ისაუბრებ ვრცლად, რას ნიშნავს კარმული ურთიერთობები, კარმული კავშირები, რა ხდება, როდესაც ცაზე ტრანზიტები იკვრება და შეიძლება კარმული სიტუაციები უფრო მეტად მივიზიდოთ, ვიდრე ჩვეულებრივად მოსალოდნელი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარმული სიტუაციები ეს არის ძალიან სიღრმისეული ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობები, შინაგანი ტრავმები, შინაგანი მოდელები და კომპლექსები, რომელიც საჭიროებს აუცილებლად განტვირთვას, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ რაღაცნაირად გამოდიოდეთ ამ კარმული სიტუაციიდან, კიდევ უფრო ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ამ კარმულ მიჯაჭვულობებს, ტრავმას ვაძლიერებთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის ზოგადად ესეთი კარმული ურთიერთობები და ვიცოდეთ რა სიტუაციაში შეიძლება მივიზიდოთ ეს, ხომ? აი, როდესაც მაგალითად ახლა შავმთვარეზე ვლაპარაკობ ან რაღაც სატურნის ენერგიაზე, არის ასევე ფანჩრები სამყაროში, რომელიც უფრო აქტიურებს აი ამ კარმულ შეხვედრებს, კარმულ ისტორიებს, შეიძლება არ იყოს ერთად პარტნიორული ურთიერთობა და იყოს სიტუაცია, მაგალითად კარიერული, სამსახურებრივი, ან ყველგან მუშაობს ეს კარმული ემოცია, რომელსაც თუ არ დავამუშავებთ, ხომ, ყოველთვის ვიზიდავთ მე მსგავს სიტუაციებს, ან მსგავს ადამიანებს, რომელიც ამას გაგვიაქტიურებს. საინტერესო არის შემდგომი კითხვა-პასუხში ჩართულობა, ცოტა თერაპიას ემსგავსება ხოლმე ჩემი ლექციები, როგორც წესი, იმიტომ რომ ეს უშუალო ინტერაქცია, უშუალო კავშირი აუდიტორიასთან, ისე რომ ვთქვა, ძალიან საინტერესო ველს რთავს და იმ ველში მე რაღაც ძალიან ისეთი ჭადოქრობები ხდება ხოლმე. სადაც გექნებათ სურვილი, აგწერთ ჯგუფში, დახურულ ჯგუფში, სადაც იქნება ეს ჩართვა. ჯგუფის რაღაცა ნაწილი უკვე შეკრებილი არის, ველოდები კიდე მსურველებს და ძალიან საინტერესო ლექცია გვექნება, იმიტომ რომ ეხლა განსაკუთრებით არის სამყაროში ესეთი დინამიური ენერგიები, სატურნის ცვლილება, ნეპტუნის ცვლილება ძალიან ბევრ რაღაცებს აჩქარებს და აქტიურებს და განსაკუთრებით ესეთი კარმული სიტუაციებიც უფრო აქტიური ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. იქ არ ვისაუბრებ მხოლოდ კარმული ურთიერთობის სტრუქტურაზე. ემოციებზე ვისაუბრებ, ხო რა ხდება არაცნობიერში, რა ბლოკები არის, რომელიც შემდგომ იზიდავს ამ სიტუაციებს და ეს არ იქნება მხოლოდ ასტროლოგიური ან კარმული ინფორმაცია, ეს იქნება ფსიქოლოგიური ინფორმაციაც ასევე და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვა ჯამში და გელოდებით მეგობრებო.